Hello people, მე ვარ Sapsona და დღეს ჩვენ გავაკეთებთ არხის ბანერს. ალბათ ბევრს უნდა არხის ბანერის გაკეთება, მაგრამ არ იცოდა როგორ გააკეთებინა. ასე რომ ამ ვიდეოში მე კონკრეტულად დაგეხსნით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, რა დაგჭირდება მის გასაკეთებლად და მოკლედ ბევრი რა ვსაუბრა, აი თქვენ თვალწინ ხედავთ უკვე რა გამომივიდა და თუ იმას გააკეთებთ, რასაც მე გეტყვით, უკვე შემდგომ თქვენ თვითონ შეძლებთ თქვენით გააკეთოთ ეს ბანერები ჩემი დახმარების გარეშე, ასე რომ მოდი ვნახოთ. ასევე მინდა გითხრათ რომ მე მაქვს აუგოთ არის Facebook გვერდი, სადაც დაიდება ეს ბანერი, რომელსაც შემდგომ შეგიძლიათ თქვენი სახელი შეცვლას, ისე რომ თქვენი სახელი ეწეროს და ეს სრულად უფასოა. ასევე დაიდება სხვადასხვა PNG ფოტოები, რაც Photoshop-ში დამუშავებისთვის გამოგატიგებათ შემდგომ, ასე რომ გადადით და ნახეთ. მოკლედ, გარდა ამისა, ასევე ჩვენ დაგვჭირდება ფოტოები, როგორიც მაგალითად ეს მოკლედ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ახსნით Photoshop-ს და გადაგვაქვს ჩვენი ბანერის შაბლონი, რომელიც გვქვევით Google Disk-ში გამოცემული და შეგიძლიათ გადმოწეროთ, ასე რომ ნახეთ. შემდგომ ვქნით ახალ layers, ახალ ფენას, რომელიც გადმოგვაქვს ჩვენი შაბლონის ფენის ქვევით და ამ ახალ ფენაზე ვხატავთ ნებისმიერ ფიგურას, მაგალითად, მაგალითად ასეთ რაღაცას, როგორც მე ეკრანზე და ასეთ შემდგომ კიდევ ერთხელ ვქნი ახალ ფენას და ყოველთვის ვხატავ ახალ ფენაზე სხვადასხვა ფიგურებს ან სხვადასხვა რაღაცას, როგორც ხედავთ აი ეკრანზე და ისე და გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის უნდა დავხატოთ სხვადასხვა ფენაზე, როგორც გითხარით. მე ჩემს შემთხვევაში დავხატავ ასეთ შვიდს, მე შეგიძლიათ თუნდაც 3-ს გააკეთოთ, 2-ს გააკეთოთ, თუნდაც 4-ს გააკეთოთ, 5-ს გააკეთოთ, 9-ს გააკეთოთ, მაინც გამოვა. მთავარია ჯერ ვიდეოს უყუროთ ბოლომდე, რომ გამოგივიდეთ შემდგომ რაღაცა. შემდგომ ვიღებთ ნებისმიერ ფოტოს, რომელიც ჩვენ მოვეწონათ Google-დან და გადმოწერეთ ან Google-დანაც, საიდანაც გინდათ, Facebook-დან, Pinterest-დან, საიდანაც გინდათ და გადაგვაქვს იმ ადგილას, სადაც იმყოფება ჩვენი ფენა, ანუ ჩვენი layer-ი, რომელზეც არის რაღაც უცნაური რაღაცა დახატული. და ვაკეთებთ ისე, რომ ეს ფენა ჩვენმა ამ ნახატმა დაფაროს და გადმოგვაქვს ნახატის ფენა იმ ფენის ზევით, სადაც იყოფება ჩვენი ფიგურა. როგორც ხედავთ აი ეკრანზე. შემდგომ ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და ვაჭერთ create clip date masks. და მორჩა ჩვენი ნახატი გადაედო ჩვენს უცნაურ ფიგურას, როგორც ხედავთ და აი ვარეგულირებთ შემდგომ ისე როგორც ჩვენ გვინდა. შემდგომ უბრალოდ ვიღებთ და ვაჭერთ Ctrl+R-ს. და შემდგომ როდესაც დავაკეთებთ უკვე ამოგვივა ასეთი პანელი, სადაც უნდა ჩარჩოს, სადაც უნდა დავარეგულიროთ ფერები. რეგულირება გადავიტანე ერთ ფაილში, მაგრამ თქვენ თუ იგეთ დატოვეთ და თუ ხედავთ აი უკანა ფონს, რომელზეც საერთოდ არაფერი არა, შეგვიძლია რაც გინდათ ის ასო ფოტო უბრალოდ, შეგიძლიათ უბრალოდ ფანქარი, თან რაიმე მეტი შეღებოთ, ფანქარი თქო Photoshop-ში ნამდვილი ფანქარი არ აიღოთ. მე ჩემს შემთხვევაში ავიღებ ფოტო, აი ასეთი და მაქვს იდეა, რომ ვანახევრო ეს ფოტო, ანუ ერთი ნაწილი იყოს ქვევით, ერთი ნაწილი იყოს ზევით. ავიღე ნაწილი ინსტრუმენტი, რომელსაც შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო, მოვჭყა და უბრალოდ შემიძლია საშლელი წავშალოთ, ან Ctrl+Delete-ით წავშალო ის ნაწილი, რომელიც მაქვს მონიშნული. შემდგომ ავიღებ ნაწილს, რომელიც დარჩა და შემიძლია დავარქვა, მაგალითად აი ჩემს შემთხვევაში down-ი და გადმოაქვს ჩვენი ბანერის შაბლონის ქვევით. შემდგომ წელავ ამ ნახატს, გავწელე, ახლა კიდევ მარჯვნივ უნდა გავწელოთ. გაიწელა.
მორჩა და ქვევით გვაქვს ის რაც გვინდოდა, რაც ჩემთან არქივში იყო და ახლა დარჩა მხოლოდ ზევით ნაწილი, რომელსაც არაფერი არა, მე და მავიწა დაკოპირება, ასე რომ თავიდან გადმოვიტანე და ისე ვიდეოშები რასაც წინათ, ანუ Ctrl+C დავაკოპირე, თუ ვიცით რა Ctrl+C, Ctrl+V აქაც ეგ არა, Ctrl+V და ჩავშვი და დავშალე ძველი ლეიერი და აგერ ამასაც ისევ გავწევავ უბრალოდ და გავაკეთებ ისე რომ მხოლოდ თეთრი ნაწილი დარჩეს შუაში. თეთრი ნაწილი შუაში გაითვალისწინეთ რომ არ უნდა გადახვიდეთ, უნდა გამოგივიდეთ ესეთი რაღაცა, თუ არ გამოგივიდეთ დაიგდეთ, არ დაიგიდეთ, იმიტომ რომ აი ასეთი რაღაცა უნდა გამოგივიდეთ და აი როგორც გითხარით, შეიძლება უბრალოდ შეგიძლიათ უბრალოდ შეღებოთ. აი ესე მღელავთ, შემდგომ ყველაფერს მოვაჭრით და აი ესე რაღაცები რო გამოვიდა, ვიღებთ ინსტრუმენტს სპეციალურს და უბრალოდ მოვნიშნავთ იმ ნაწილს, რომელიც არ გვინდა და ვშლით. აი როგორც ხედავთ უკვე დავიწყე მონიშნა. წავედი, გავწერეთ მორჩა. და სწორად ვაკეთებ, ვცდილობ სწორად გავაკეთო ყოველ შემთხვევაში. და აი და ახლა ვაწერე ისე Ctrl+V და მორჩა. მორჩა ახლა ჩვენი ბანერი პრინციპში მზადაა, დაგვრჩა მხოლოდ ტექსტი. ტექსტისთვის უნდა ავიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც ახლა გაჩვენეთ. და უნდა დააჭიროთ უბრალოდ ნებისმიერ ადგილას და უნდა ჩავწეროთ ის ტექსტი, რომელიც ჩვენ გვინდა. ჩემ შემთხვევაში Subson, მაგრამ მე მეგონი რაღაცა არა, ყველაფერი სწორად მიწერია. Subson დავწერე და შეგიძლიათ უბრალოდ შეღებოთ ეს ტექსტი, ან აიღოთ მაგალითად გრადიენტი, ან სტილი თუ გაქვთ თქმა უნდა სტილები, მე გავაკეთებ გრადიენტს, ქვევით თუ ხედავთ ჩარჩოებს, იქ უნდა ავირჩი ორი სხვადასხვაგვარი ფერი, ერთმანეთის მსგავსი რომ იყოს მაინც. შემდგომ ვიღებ გრადიენტს, აი, განახერხეთ თუ რომელი ინსტრუმენტია და ვქნი ახალ layers, ახალ ფენას და ვაკეთებ აი ასეთ რაღაცას, შემდეგ ისევ creep date masks, ტექსტზე თვითონ და გამოდის აი ასეთი რაღაცა და გამოდის უკვე უცნაური რაღაცა, უფრო სახალისო ტექსტურა. ჩვენი ფონისთვის შემდეგ შეგვიძლია ამას ოფსისი დავუწიოთ და გავაკეთოთ ნახევრად 8 სანდის ისე, მაგრამ ეს არ მინდა, იმიტომ რომ მაქვს სტილები და დავადებ ამ ჩემ ტექსტ სტილს, აი მაგალითად რაიმე ამგვარს არ მოხდოს, მოდის ხან ამ სტილი ავიღოთ. აი ასე მაგალითად რატომაც არა ციფრს ან ცილიანი ლურს აგერ ცისფერს, აი საკმაოდ ლამაზია და ფონსაც უხდება. მაგრამ რაღაც ორი დესავით არა და თან ფონთან ირწმის რა, ასე რომ მე ისე ვავიღე, დავწერე Subson, როგორც ხედავ Subson დავწერე, მაგრამ Windows უკვე ვერსია ვაჩნიე, ახლა ვამჩნიე გახმოვანების დროს და მონტაჟის დროს. მოკლედ ავიღე და გადმოვიტანე ჩვენი თავარი ტექსტის ქვევით. ფენის ქვევით. აი ჩვენი ტექსტი აგერ როგორც ხედავთ, რაღაც არასწორად არის ხო, შევამჩნიე ალბათ. კი, მართლაც რო გადავასწორე. კი, აი Subson დავწერე. და ახლა ავირჩიე სხვა ფერი, უბრალოდ ტექსტის სხვა ფერი, ან სხვა ტექსტურა, ან სხვა სტილი, ან სხვა გრადიენტი, რომელიც გინდათ ისევ გიმეორებ. აი, და ვაკეთებ ისე, რომ უკან ცოტათი ჩანდეს, აი ძალიან ცოტათი. შემდგომ ვიღებ და ვაძლევ რაიმე ნებისმიერ სტილს. და როდესაც გამომივიდა, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ წერ იგივეს Subsons, ჩემს სახელს, ფსევდონიმს უბრალოდ და გადამაგ კიდევ ერთხელ ტექსტის უკან და გაითვალისწინეთ, ეს უნდა იყოს ორივე ტექსტის უკან, ისე რომ ის ტექსტი, რომელიც უფრო მუქია, შუაში უნდა იყოს და მესამე ჩვენ ტექსტს ვაძლევთ იგივე ტექსტურას, რომელიც მივეცით პირველს. და ვარეგულირებ ეს თავარია ისე რომ იგი იყოს ძალიან ცოტათი რომ ჩანდეს, აი ისე როგორც წინათ გავაკეთეთ, ის ძალიან ცოტათი როგორც ჩანდეს და ვაძლევთ აი ამასაც ტექსტურას ისეც რომელიც მივეცით წინათ ტექსტურას, აი პირველს რომელიც მივეცით. მორჩა აი ასეთი რაღაცა გამოგვივიდა. და პრინციპში უკვე მზად არის ჩვენი ბანერი, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მე ამ დროს მივხვდი რომ არ ყოფნის მხოლოდ ნეონები, ჩემ შემთხვევაში ავიღე აი ესეთი რაღაც სამკუთხედის ნეონი, რომელსაც ზევით უნდა ტექსტი და პირველ რიგში ეს ტექსტი წავშალე. შემდგომ ავიღე ეს სამკუთხედი, Ctrl+S დაჭერით, ვაკით და ჩავსვი იმ ადგილას, სადაც ეს საჭირო იყო. შემდგომ კიდევ ამას რამოდენიმეჯერ დავაკოპირებ ამ სამკუთხედს და კიდევ რამოდენიმეჯერ ჩავსვამ სხვადასხვა ადგილას, რომ მხოლოდ ერთ ადგილას არ იყოს და რომ უფრო ლამაზი იყოს ეს ჩვენი ბანერი. და ანუ აი თქვენ თვითონ ხედავთ რაღაც როცა თქვენ თვალწინ თუ რა გამომივიდა, აი სწორედ ეს დავაკოპირებ და ჩავსვი.
ესეთი რაღაც გამომივიდა, შემდგომ ავიღე უბრალოდ ჩემი ლოგოტიპი, მაშინდელი, ახლა უფრო სხვანაირი მაქვს. რაც კარგად შევცვალე და დავარეგულირე ფერი ისე რომ უფრო ცვეთში ყოფილიყო რა. ხო და გამოვიდა აი ასეთი რაღაცა, მოკლედ თუ მოგწონთ like, თუ მოგეწონათ ასევე დამასუბსკრაიბერეთ და ახლა გეტყვით თუ როგორ შევცვალოთ თქვენი ტექსტი, აი ფაილ ტექსტს რო ვსახელავთ, იქ დააჭერთ და აწერთ 100-ს ტ, აი რო წერია ტ. და იცევ და წერთ იმ ტექსტს, რომელიც თქვენ გიდათ, აი ჩემ შემთხვევაში აგერ მაგალითად მე ვწერ ნეონს. და შეამჩნიათ იქ 3 არის და სამივეშივე უნდა დავწეროთ ერთ და იგივე ტექსტი. რომ ის ეფექტი იყოს, რა ეფექტიც მე მქონდა. აი всё, name, ზადარ. და შემდგომ თუ არ მოგწონს ავიღებთ layers, მოვნიშნავთ ყოველს კონტროლის დაჭერით და მაუსით. კონტროლს არ აუშვათ ხელი, რაც თავარია, კონტროლი და მაუსის დაჭერით, შემდგომ დავაჭერთ შემდგომ Ctrl S და გავარქიანებ ყველა ერთად. და აი უკვე შემიძლია Ctrl T დაჭერით ვამოძრავოთ ეს ტექსტი. და ამით დასრულდა ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ გთხოვთ დააჭეროთ ლაიკის ღილაკს, დაატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, დამასუბსკრაიბეროთ და დააჭეროთ ზარის ბატონს, რომ არ გამოტოვოთ ჩემი ახალი ვიდეოები და ყველაზე პირველი ნახოთ ისინი. მოკლედ, დასვიდანიე ძმებო, ნახვამდის.